მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით ჩვენი პოდკასტით, მე და მარიანა. ეხლა აღარ ვარ უმშვენიერესი? უმშვენიერესი ხარ, მაგრამ თემა არის ძიმე. რა თქმა უნდა, შენ მშვენიერებას თემის სიმძიმე ვერაფერს დააკლებს. თუმცა არ ვიცი, რაღაც ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ყველა მხრიდან, ყველა ასპექტში ამ თემაზე და მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან აქტუალურია და ესაა მოხდა ეს თემის ათაური რო ვთქვათ ჯერ, ბატონო ლევან. თემის ათაური არის ფანატიზმი. და ამიტომ ვიწახი, რომ ესეც რატო გათქვევინე, აღარ მახსოვდა. აი, რაღაცი მოკვდა. არა, ფანატიზმი აღარ მახსოვდა და არ მახსოვდა რაზე წერდით. აი, თავი. არა, იყოს გააგრძელე, რატო თავიდან? აუცი. მოკლედ. ფანატიზმი ყოფილა მეგობრებო დღევანდელი დღის. აი, გადა იცინი ხარ და ამოჭრა. სასაცილო, ფანატიზმი სასაცილო. თუმცა ის არ არის სასაცილო რაც მოხდა თორე. რაც მოხდა, მაგაზე ხო შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი და შეგვიძლია დაიწყოს საუბარი. 1978 წელი ამერიკა დემოკრატიული, რა ვიცი, თავაგებული ქვეყანა, შეგნებული ხალხი და 1978 წელს ეგრეთ წოდებულ ჯონსტაუნში ხდება ესეთი ფაქტი 909 კაცი იკლავს თავს. ერთ მშვენიერ დღეს 9 კაცი დგება და საწამლავის მეშვეობით იკლავს თავს. ნუ იქ ხდება შეგიძლიათ დოკუმენტურ ვიდეოებში უბრალოდ ჩაწეროთ ჯონსტაუნ ტრაჯედი ესე რო იპოვოთ რა მარტივად. ჯიმ ჯონსი ამერიკელი ეგრეთ წოდებული სულიერი ლიდერი, რომელმაც თავის მოღვაწეობა დაიწყო რაღაც სოციალურ პრობლემებზე. ჩვენ წვერია და აი როგორც ჩვენ საუბრობთ და კიდევ უფრო მეტი ქარიზმით, მეტი რაღაც მონდომებით შემოიკრიბა ხალხთა რაოდენობა, რომელიც იზრდებოდა და იზრდებოდა და ბოლოს მივიდა ისეთ ამბავამდე, როგორც წეგან თქვი, 909 კაცმა თავი მოიკლა. მოიცა 909 თუ 9 უბრალოდ? 909 კაცი. წარმოგიდგენია, ერთ ღამეში 909 კაცი თავს იკლავს. ამ ლიდერის, რა ვიცი, ნათქვამზე, ამ ლიდერის მოწოდებაზე, თავად ეს ლიდერიც გარდაიცვალა ამ დღეს ბუნდოვნად რა, ამბობენ, რომ მას ესროლეს და თვითონ თავი არ მოუკლავს, მაგრამ იმდენად შემზარავია 909 კაცის ერთი ადამიანის სუიციდი და თვითმკვლელობა ტრაგედია, მაგრამ ბევრი სტატისტიკა. ხო, ეგ ჩვენთვის ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სათაყვანებელმა პიროვნებმა სტალინმა თქვა, რომ ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედია და რა ვიცი, ბევრის ყოფილა თურმე სტატისტიკა და ეს თემა სტატისტიკაში გავიდოდა, რომ არა მსგავსი ტიპის ფაქტები. მეორე ფაქტსაც მოვიყვან იგივე მერილ მენსონი. ჩარლზ მენსონი. ბოდიშო, ჩარლზ მენსონი. ჩარლზ მენსონი, ჩარლზ მენსონი სერიული მკვლელი იყო და იგივე თემა. თვითონ არავინ არ მოუკლავს. საერთოდ არ იყო თვითონ სერიული მკვლელი. ფანატიზმი, მასე გაფანატებული საზოგადოება ასრულებდა ამის მითითებებს, ოღონდ თვითონ ანუ თავისი ხელით არავინ არ მოუკლავს, ეს ხელი არ გაუსურვეს. შესაბამისად სერიული მკვლელი არ გამოდის. ხო, ანუ ეხლა რასაც შენ ამბობ, ეგ არის ანუ ადამიანზე ზეგავლენის კლასიკური მეთოდი და ანალოგიური იყო, აი ცოტა სიღრმეში რომ შევიდეთ და რაღაც დატვირთვა კონდეს და უფრო ნათლად წარმოვაჩინოთ რაზე გვაქვს საუბარი. მეორე შემთხვევა მოხდა 1920 წლის შემდეგ 1997 წელს ეგრეთ წოდებული Heaven's Gate კულტი, ანუ სამოთხის კარიბჭის კულტი, ქართულად რო გადმოვთარგმნოთ, ამ ტიპები იყვნენ, ეს კიდევ უფრო ტრაგიკომიკური არის და კურიოზულია იმ მხრივ, აქ 39 ადამიანი იკლავს თავს ლიდერის მოწოდებაზე და როცა ანუ პოლიცია მივიდა შემთხვევის ადგილზე, ყველა ამ გარდაცვლილს ჯიბეში udevs $5 და ნუ რატო $5 udevs, იმიტომ რომ ესეთი წარმოდგენა ჰქონდათ, რომ ეს სხეული, ადამიანის სხეული არის რაღაც უბრალოდ სამოსი, რომელიც უნდა გამოეცვალათ და აი რაღაც კოსმოსს რაღაც ერთ-ერთი პლანეტის მიღმა იყო
უცხო პლანეტელთა სხვათა შორის მეორე სახელწოდება ჰქონდათ, რომ უცხო პლანეტელთა მიმდევრებად მოიხსენიებდნენ ამ ხალხს, რომ აი ჰქონდათ ესეთი რწმენა და მწამსი, რომ მოვიდოდა რაღაც უცხო პლანეტელების ხომალდი, რომელიც გაიყვანდა ამ სამყაროდან და $5 უდევთ, იმიტომ რომ იქ რომ მივიდოდნენ რაღაცა გადასახადია იქ რაღაც შესასვლელი. ტაქსის ფული. ხო, ტაქსის ფულივით რა და აი ხა რასაც ვლაპარაკობთ, არის რაღაც წარმოუდგენელი და თითქოს სასაცილო და როგორ შეიძლება ადამიანმა რაღაცა მსგავსი ტიპის რაღაც დაიჯეროს და მით უმეტეს ამის გამო თავი მოიკლას, მაგრამ იმდენად ძლიერია და იმდენად, რა ვიცი, გონების დამკარგველი არის ეს ფანატიკური მოცემულობა და ეს ფანატიზმი, რომ ანუ არა აქვს საზღვარი, შეიძლება იყოს იმდენად აბსურდულ რაღაცაზე ეს მასიური თვითმკვლელობა, რომ აი რა ვიცი, მართლა გაგეღიმოს, გაგეცინოს, მაგრამ სასაცილო ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ადამიანთა სიცოცხლეებს, ადამიანთა ცხოვრებას ეხება, ხო? მოდი კიდევ უფრო ინტელექტუალ ხალხთან წავიდეთ, ხო? ჰიტლერის გერმანია, იქ როცა მიხვდნენ რომ წაგებული ქონდათ ომი, მასიურად აი გერმანელმა ოფიცრებმა, არა მარტო ოფიცრებმა, უბრალო ხალხმა, რომ მიხვდნენ რომ საბჭოთა კავშირი შედიოდა, დაიხოცეს თავი. ნუ აქ ცოტა სხვა სპეციფიკაა იმ განხილვით, რომ იცოდნენ რომ საბჭოთა კავშირი შევიდოდა იქ ტყვედ ჩაბარდებოდნენ და კაი არაფერი ელოდათ, მაგრამ აქაც იდეის გამო მოიკლეს თავი, რომ არ უნდა ჩავარდნოდნენ რაღაც ტყვედ და აი დიდება გერმანიას და რაღაც ჰიტლერის სახელით ბავშვები, სხვათა შორის იმ ჯონსტაუნის აი მასიურ სუიციდის დროსაც ძალიან ბევრი ბავშვი იყო რა, აი ამ ეგრეთ წოდებულ თვითმკვლელთა სიაში, ანუ ბავშვებსაც დაალევინეს ეს ციანიდი და აი ესეთი რაღაცები მოხდა და ანუ მსგავსი ტიპის შემთხვევები არის უამრავი. უამრავია, მოდი სანამ ჩვენ რეალობამდე მივვალთ და აი გუშინ წინდელ ფაქტამდე მივიდოდეთ, ისტორიულად რო ვთქვათ რა. შეიძლება ესეთი კონკრეტული რაღაც ის არ კონდეს, რომ აი ვიღაცა გამოვიდა მოუწოდა, მაგრამ არსებობს რიტუალები, აი მაგალითად თუ გაქვთ ფილმი აპოკალიფტო ნანახი და თუ გიყვართ ისტორია, არის მექსიკის აი ამ აცტეკების კულტურაში გამოდიან ადამიანები და რიტუალურად წირავენ მსხვერპლს, რომელსაც აი ეს არც მეტი არც ნაკლები კერძს უხსნიან შუაზე და გულს იღებენ. და რაღაცა ეს მეფე ბელადი თუ ვინც არის წინამძღოლი ხარობს ამით და რაღაც თითქოს უკვდავება ენიჭება მას, რაც ხალხის რაღაცა კეიჟინა აქვს და ანუ მსგავსი ტიპის სიგიჟეები ისტორიულად ყოველთვის ხდებოდა და დღესაც ხდება. დღესაც აი უახლოეს დღეებში მოხდა ჩვენთან, მოხდა ეს ამბავი, რომ ეს ადამიანი, რომელსაც მდუმარე ბერად ვიცნობდით და კაიხანი მოღვაწეობდა ჭყალებში 20 წელი ადამიანი მდუმარებაში იყო და ყველამ კარგად ვიცით ხო მისი რაც ხდებოდა ეს გამოსახლებები, გადასახლებები, რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ამ ხალხის რაღაცა აი გავეშებული მიმოსვლა აქით-იქით აი რაღაცა მეც აი როცა გავიგე ამის შესახებ რაღაც ძალიან ხელ სუბ კომენტარებს იმით რომ მეთქი უბრალოდ ეს არანორმალურია ხო როგორ შეიძლება ადამიანი რომელიც არ ლაპარაკობს ან საერთოდ რაღაც თავის სტიქიაშია და თუ რაღაცა ფსიქოლოგიურად შევხედავთ და ფსიქიკურ დონეზე განვიხილავთ ამას ადამიანს უბრალოდ სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ხალხმა აიტაცა ეგრეთ წოდებულმა მრევლმა და მივიდნენ იქამდე რაც მოხდა რა ადამიანურად ერთ წამს მოდი ეგ განვასხვაოთ რა ძალიან გთხოვ და არ შევადაროთ ჩარლზ მენსონს და ასე ანუ სხვებს ისინი მოუწოდებდნენ და მეფენ არის მან როგორც მრევლი ეძახდა არავის არაფერს არ მოუწოდებდა ეს მრევლის გადაწყვეტილება იყო და ადამიანი რომ მდუმარებაშია და ის რომ ხალხი მას მიყვება ის შეიძლება ახლა მართლა ხო უთხრა რომ არა წადით მაგრამ ანუ აქ უფრო ხალხის ამბავი იკვეთება და არა იმ გარდაცვლილი ადამიანის და მოდი იმ გარდაცვლილ ადამიანს ნუ გადავუვლით, იმიტომ რომ ყველას თავისი რწმენა, ყველას თავისი აზრი და ყველას თავისი ისა აქვს რა. აი ხა ხო და მაგიტო ვიძახი ანუ არ უნდა შეადარო იმათ არ უნდა შეადარო ეს ადამიანი, იმიტომ რომ ამათ მინიმუმ ის არ უთქვამს, რომ წადით და მასიურად თავი მოიკანთ, ანუ მსგავსი რაღაცა სხვის დაზიანებაზე მოწოდება მინიმუმ არ ქონია. ამ შემთხვევაში მრევლშია პრობლემა, რომელმაც თურმე მე ეგეც არ ვიცოდი, რომ ექიმი არ შეუშვა ადამიანთან, რომელიც ცუდად იყო და სავარაუდოდ თრომბი ჰქონდა, ფოტოები რომ ნახე ფეხების რამ მდგომარეობაში იყო საერთოდ. ანუ აქ ფანატიზმი იყო მრევლიდან გამომდინარე, უფრო
და არა ნარიმანიდან გამომდინარე ეგ რო გავმიჩნოთ. კი, ხო, ანუ ეგრე იყო, მაგრამ თვითონ აქტი მთლიანობაში იყო ფანატიკური აქტი, ანუ კი, შენ რასაც ამბობ აბსოლუტურად მესმის, უბრალოდ ის მომენტი, რომ ეს ადამიანი, ხო, რაღაც დონეზე ცნობიერი იყო, რაღაც დონეზე, როგორც ანუ იგივე არ ვადარებ, მაგრამ იგივე ის ჯიმ ჯონსი, რომლის გამოც 9 ადამიანმა თავი მოიკლა, თავადაც თავიდან ძალიან ეს დაალაგებულად, ძალიან კაფიოდ და ლოგიკურად მსჯელობდა, მაგრამ აი ეს მომენტი, რომ თვითონ მრევლმა ანუ მაგიტო ვიძახი, რომ ჩვენ გვქონდა ავტორიტეტზე ერთ-ერთი პოდკასტი და ავტორიტეტი, მარტო მრევლი არ არის, თვითონ ავტორიტეტის როლიც, ანუ ურთიერთქმედების მომენტია, რომ ეს ადამიანი ხა აი სიტყვაზე ავიღოთ მე ზიგო რაღაც ვლაპარაკობს და ვიღაცები მიყო ხო შენ ჭირმა შენ განაცვალე ეს რა სიბზნებს აქვე კი მეფე ანუ წარმოიდგინე ღმერთს ეძახდნენ მამა ღმერთს ეძახდნენ უფრო სწორად ამას და ეხლა ჯერათ რომ დღევანდელ დღეს უწევს როგორც მახსოვს აღდგომა ხო რომ აღდგებაო და ანუ ეგ ხო აი თვითონ რომ რწმენაში და ყოველს თავისებურად რწამს და რწმენას ჩვენ საერთოდ არ ვეხებით არავის აი ადამიანს რომ იმას ამდენი წლის მანძილზე რომ მიყვები და უბრალოდ შენ ღმერთი ხარ მე ანუ ადამიანური ფსიქიკა ძალიან ისეთია მოწყვლადია და იჯერებ რომ მართლა შეიძლება ღმერთი იყო და მასა ამ ყოველთვის ტაშს გიკრავს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთადერთი ადამიანია, ვინც ხალხს ფული დაურიგა და არ წაართვა. ანუ ეგ აუცილებლად აღსაღნიშნია, რომ ანუ ხალხს არაფერი არ გამოართვა. ერთადერთი პირიქით იქეთ დაარიგა ერთ-ერთ დღეს მახსოვს აი ესე ფულები რო დაურიგა მრევლს. ხო და ანუ ეგ ის მომენტია, რომ არის ფანატიზმი, რომელსაც პირდაპირ ვეძახით ფანატიზმს. და არის ოფიციალური ეგრეთ წოდებული რელიგიები და რელიგია, რომელიც იგივე ფანატიზმია, უბრალოდ აქ დაალაგებულია სიტუაცია, ვიღაცა არც მრევლი და არც იქით მყოფნი ავტორიტეტნი არ მოუწოდებენ ერთმანეთს რაღაც თვითკვლობამდე, მაგრამ მოუწოდებს მორჩილებას, ხო? აი მორჩილებას მოუწოდებს, ეუბნება რომ აი ესე და ესე უნდა მოიქცე, ამ რიტუალზე, ანუ ეს უნდა გააკეთო, უნდა შემოწირო და ასე შემდეგ. ის რაც ოფიციალურია და ამ ოფიციალურს მაგიტო არ ესმება კითხვა და არ ვაქ აი რაღაცა რომ შევეხეთ ამ პოდკასტებში, აი ის გამოიწვია რა. ეხა ბევრი იქით იშვერს რა. ამ სექტის კე რომ აი ესე და ესე, მაგრამ ეს ხალხიც იგივე, ჩემთვის ეს ხალხიც იგივეა. ვიღაც რომელიც გამოდის და მეუბნება რომ აი მე ვარ ჭეშმარიტების წყარო და მე აი მაქვს ექსკლუზივი ღმერთთან და ასე შემდეგ, ხო ჩემთვის იგივე სექტაა, უბრალოდ შეიძლება მასშტაბებით იყოს დიდი. და კი ბატონო, ჩვენ ხო იდეაში არ ვიცით ჩვენ სუბიექტურად ვჯელობთ და ჩვენ რეალურად არ ვიცით არც მეფე ნარიმანის რწმენის შესახებ მისი გარდაცვალების მერე საწავ, ანუ არავინ არაფერი არ იცის და აი საზოგადოება რაღაცნაირად ვეძახით სექტანტებს, იმიტომ რომ ჩემთვისაც მაგის მრევლი სექტანტები უფრო არიან, იმიტომ რომ რაღაცა აი ეს ძალიან რადიკალურად განიხილავენ ყველაფერს. თუმცა, ანუ ზუსტად გეთახვები, რომ აქეთა ხალხით სექტანტი, ანუ იმ სექტანტებმა პირობითად ნარიმანის სექტანტებმა სხვა სექტანტებს რა დაუშავეს, ხო? ფაქტია, რომ ნარიმანს დაუშავეს თვითონ, იმიტომ რომ ექიმას შეუშვეს, მაგრამ აი ესე თითის გაშვერა, რომ თვითონ უარეს აკეთებენ, აი მან აცდენა ერთი სექტაა ჩემთვის და მეორეც სექტაა. ვერც ერთი ვერ არის სანდო ადამიანი და ისე რომ აი ეს მართლა მორწმუნეა და არა. კი. და ჩვენს რეალობაში კიდევ შევეხები ეგრეთ წოდებულ იაღავების მოწმეებს, რომელსაც ესეთი ის ქონდათ ეს ცნობილი ამბავია, რომ სისხლის გადასხმის უფლება არ ქონდათ. ანუ სისხლი ადამიანს როცა ჭირდება, სასიცოცხლოდ სისხლის მიღებას ხუისგან, ანუ ქონდათ ეგეთი არგუმენტი, რომ ანუ ეს რაღაც ყველას თავის რაღაცა ის წმინდა და უნიკალური ის გააჩნია და მე ხუის სისხლით რაღაცა იქ შეიძლება რაღაც გადაყვეს, გადმოყვეს, მოკლედ რა, აი ესე იყო შეფუთული, რომ ხუის სისხლის გადასხმა არ შეიძლებოდა აი ამ კონკრეტული რაღაც დენომინაციის წარმომადგენლებისათვის და შესაბამისად ბევრი გართულებები მოყვებოდა ამ ყველაფერს და აქაც ეგ ამბავი იყო რომ აი რასაც შეიძლება რომ არ შეუშვეს აი წარმოგიდგენიათ მსგავსი რამ რომ ადამიანს ანუ სიკვდილსიცოცხლის საქმე არის და ექიმი რო შევიდეს ანუ რაღაც ის ექიმის შავ დღეში ჩააგდეს და
კინწისყრით გამოაგდეს, რომ შესულიყო უბრალოდ ენახა ამ კაცის მდგომარეობა და შესაბამისად ისე რამდენი ხანია გარდაცვლილი ადამიანი? ხო, ანუ აი აბსურდის აი აქაა ყველაზე მთავარი აბსურდი, რომ ამ ადამიანს ხო ამ წლების განმავლობაში უამრავი რეული ათასობით კაცი ეხვია და მარტოობაში გარდაიცვალა, რაღაც უმწეო მდგომარეობაში გარდაიცვალა, სრულიად უპატრონოდ, იყო კიდე ეგეთი მსგავსი ლაპარაკი, რომ გამოვიდა, აი ძალიან გაჭირვებით გამოვიდა, რომ მეზობელთან მიეკაკუნებინა თუ რაღაცა, მაგრამ ვერ მოხერხდა ეგეც და რატო? ხო, არ შეუშვეს. აი თავი პრობლემა ჩემთვის რა არის, აი ფანატი რომ გუნდოვნება, ხვდები? აი არავინ არ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას და დიდი ალბათობით არც არავის არ მოეკითხება და გაგრძელდება მსგავსი ეს ადამიანი აღარა ვიღაცას აუცილებლად აირჩევენ, ვიღაცა კიდე გამოჩნდება, ვიღაცა კიდე რაღაც მსგავს რაღაცა იმებს მიაწებებენ, ხო? რაც შეეხება შენ იმას უნდა დაუბრუნდე რა. რა თქმა უნდა, ძალიან შორს ვარ იმის გამო რაღაცა იმას შევადარვა. ეს კაცი მინიმუმ არ ლაპარაკობდა და ვერაფერს ვერ ვიტყვით, რომ ვიღაცას რამეს მოუწოდებოდა, მაგრამ წარმოგიდგენე ახლა იმის გავსი რაღაცა რა. მე და შენ ვზივართ აქ რაღაცაზე ლაპარაკობ და მე უცებ გავჩუმდე. და ხმას აღარ ვიღებ 1 დღე. აუ რა მაგარი იქნება. მე შენ გიტოვებ ინტერპრეტაციას, შენ ზოგადად რეულს ხო, რაც მინდა ის ვიფიქრო და რაც მინდა ის ვიფიქრო. ხო, აი ხო, შენი სახელით. მაგაზეც დავაფუძნებ მე აუცილებლად რაღაცა, რადგან რაღაცას არ ამბობს, რაღაცა დიდი გრანდიოზული ხდება, ხო, რაღაცა სასწაულს უნდა ველოდოთ, რომ ეს ადამიანი აი მერე ბოლოს ამოიღებს. ჯერ ანუ ის შედარება რომ რაღაც ქრისტე ბაგრატიონი ძალიან ბევრი ის ქონდა, ხო? და ეს ადამიანი მე თვითონაც წერდა. ჯერ მოდი იმაზე ვილაპარაკოთ, რომ თვათ დუმარება არ არის, რაღაცას თუ წერ, მაინც მესიჯი გამომახ. და მინიმუმ ამ მესიჯებით უნდა მივხვდარიყვნენ, რომ პრობლემა აქ ადამიანს, ხო? რაღაცა ანუ აი რა ვიცი, ელემენტარული ანაბანა ფსიქიატრიის თუ ფსიქოლოგიის რომ რა ვიცი, რომ წაიკითხავ ამ ყველაფერს, რა წერს, რომ აი რაღაცა მე ოდითგან საუკუნეების წინ ცხოვრობდი, მე რაღაც ბაგრატიონი ვარ, ქრისტე. ადამიანი რო იცახე, ქრისტე არა, ვიღაცა მე რო თქვა, რომ აი მარიანა ვარ, ხო? მე ერთადერთი და განმეორებელი. ხო. ანუ მე უკვე რაღაც პრობლემა მაქვს, რომ ანუ რაღაც არეული მაქვს, ჩემ პიროვნებას ვეღარ განვიცდი, ანუ ჩემ პიროვნებას ვეღარ ვკვეთავ, ანუ პრობლემა მაქვს ფსიქიკური, რომ ანუ რაღაც ილუზიებში ვარ, ხო? შეიძლება რა ვიცი, შიზოფრენიის დიაგნოზი ნახე, მან არის ორი აზრი არის ორად გაყოფილი. ერთი არის ოფიციალური წყარო, ესე თუ განვიხილავთ და ჩაუღრმავდებით. რატომ მოკვეთ ესე სარწმუნო ეკლესიიდან ზოგადად და ძალიან დიდი ის არის რა ისტორია რომ სვეტიცხოველში იყო ილია მეორე თავად ჩავიდა იმიტომ რომ ეს საერთოდ არაპირებდა რომ საჭმელი ეჭამა და ღმერთთან ღმერთი ეპოვა მასში და ღმერთის ტოლი ყოფილიყო და ეგ უკვე მკრეხელობა და მთელი ამბები და მაგიტო საბოლოოდ განკვეთეს არის აქეთ ამათი მხრიდან ის რომ ეს ხო მამა გაბრიელის ხო მოწაფე და იმისგან ნათქვამი ფრაზა და მოწმეთ დედა პარასკევას გამო ხო ნუ მაგათი მოწმარი დეშტე და პარასკევა რომ ნამდვილად როა ეს იყო და ანუ ეგ არის რა ორად არის გაყოფილი რომ აქეთ რომ მამა გაბრიელი თუ წმინდანია საზოგადოებისთვის ესეც წმინდანია იმათთვის ოღონდ ნარიმანი მამა გაბრიელზე მაღლა დგას რა ამათვის იმიტომ რომ როგორც თვითონ ამბობენ ეგ არის ღმერთი მამა ღმერთია თვითონ ანუ იესოც არ არის არა ქრისტე არ არის ნახე ამაშია რომ ქრისტე არ არის ეს არის მამა ღმერთი რომელიც განკაცდა და მოვიდა ჩვენს დასახსნელად ან თვითონ მამა ღმერთი. ეგ არის მეუფე ნარიმანის მრევლის აზრი და ამათ თავისი სიმართლე აქვს. ეგრე არ არის რომ ამათ არ ქონდეთ სიმართლე, ანუ თავისი სიმართლე აქვს. როგორც მეორე მხარეს აქვს თავისი სიმართლე. ამ შემთხვევაში ფანატიზმი, როცა მიდის სიკვდილიანობასთან, ძალიან საშიშია და ნებისმიერი ფანატიზმი ძალიან საშიშია. თუმცა ის რომ მაგალითად იეჰოვას მოწმეები თავისით დგანან არავის არაფერს არ უშავენ. ანუ ნებისმიერ რელიგიას აქვს არსებობის უფლება, იმიტომ რომ მართლმადიდებლები, კათოლიკეები, ბუდისტები, რავი, ეს ბევრნი ვართ. დედამიწაზე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი რელიგია აუცილებლად უეჭველი, ყველაზე მაგარია და ნამდვილი. ანუ ყველას აქვს თავისი რწმენის არსებობის უფლება და ამის გამო არავინ არ უნდა ჩაიქოლოს. მინიმუმ მაგას გვასწავლის ქრისტიანობა, რომ ყველას თავისი თავისუფლება აქვს. მაგრამ აი სექტანტობაა უკვე პრობლემა და ფანატიზმია პრობლემა, თორე მეუფე ნარიმანის მრევლიც პრობლემა ეგეთი აზროვნებით, თორე მეუფე ნარიმანს არაფერს არ ვერჩით, მამა გაბრიელს არაფერს არ ვერჩით, არც ერთ კათოლიკეს არ ვერჩით, არც ერთ ანუ არავის რწმენას არ ვერჩით. თავარი ამ რწმენის გამოხატულება, რომ როცა ადამიანი ამის გამო ზარალდება
სულ არ გარდაიცვალოს და რაიმე ცუდი მოვიდეს, უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. ფანატიზმი ნებისმიერ საქმეში პრობლემაა. მარტო რელიგიაში კი არა, ჩვენ რელიგია ავიღეთ. ფანატიზმი საშიშია სახელმწიფოშიც. ჩვენ გვახსოვს, რომ მიშა გაფანატებული ყავდათ და რა დროშა მოგცა მიშამა და მიშას ფოტოები ეკიდა ყველგან სკოლაში, სახლებში, ანუ ყველას მიშას ფოტო ეკიდა, იმიტომ რომ გაფანატებული იყო და ნებისმიერი ფანატიზმი რაც არ უნდა, აი მართლა რო წმინდან ადამიანზე რო უკვე ფანატიზმში გადადის და კერპთაყვანისმცემლობას ეწევი, ანუ ადამიანური ეგო ეგრე არა მოცემული ღმერთმა ეგრე მოგცა რომ ჩვენ ნათელი მხარიც გვაქვს და ბნელი მხარიც გვაქვს. ამ შემთხვევაში ჩვენი ეგო იკვებება და სულ რომ ძალიან კეთილი და ძალიან წმინდა ადამიანი იყო ყველა რომ გეძახის რომ შენ მაგარი ხარ და შენ ღმერთი ხარ და შენ გადამრჩენელი ხარ, მე შენ ამ ყველაფერს იჯერებ და მიდიხარ იქ რაც შეიძლება მოსulis დროს საერთოდ არ გეფიქრა რომ მე ესეთი გავხდები. ანუ პოლიტიკაშიც ეგრეა, სარწმუნოებაშიც ეგრეა, ადამიანურ ანუ ურთიერთობებშიც ეგრეა რა, ადამიანურ ურთიერთობებში, რომ ანუ წყვილ შორისაც კი ეგრეა, თუ ერთი აფანატებს მეორეზე, მეორე ამ ყველაფერს ძალიან იფერებს და მე ერთი რჩება წაგებული, მეორე რჩება ეგოგაბერილი და საერთოდ სხვა ადამიანი. ანუ არც ერთ ურთიერთობაში ფანატიზმი არ მოსულა, აი არაფერში არ მოსულა ფანატიზმი. უნდა იყოს ყველგან ძალიან ადეკვატური შეფასება რა, ყველაფრის. სარწმუნოებაშიც, პოლიტიკაშიც, მეგობრობაშიც, სიყვარულშიც, ოჯახშიც და ანუ ყველგან უნდა იყოს რაღაცნაირად დასტაბილურებული, რომ ის რომ მე გავაფანატო მამა ჩემზე, რომ ის ღმერთია, მერე ის მამა შენი შენს გონებას გირებს არასწორი შეხედულებებით ქცემს ან რავი, უამრავ რაღაცას რა და იმის დადებითიც უნდა დავინახოთ და უარყოფითიც, იმიტომ რომ ღმერთმა გონება მოგცა. ხო, მადლობა ღმერთს. ანუ მე კიდევ მინდა რომ დავაზუსტო ფანატიზმის განმარტება. ფანატიზმი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ან რაღაც იდეებს, ცოცხალ ადამიანს და არს ან რაღაც იდეებს ხალხი ანიჭებს, მასა ანიჭებს. ირაციონალურ თვისებებს, აი თუნდაც ის რომ აღსდგება, ანუ ადამიანი გაშავებული, გალურჯებულია და ანუ ექიმს არ უნდა დაუძახოთ თვითგანიკურნება და ანუ ეს არის ფანატიზმი, ხო? ანუ მსგავსი ტიპის არარაციონალური. ჩემთვის ნებისმიერი, ანუ ის მხარე იქნება, ეს მხარე იქნება, არა აქვს მნიშვნელობა, ხო? როცა უკვე ადამიანის სიცოცხლეს, ადამიანის კეთილდღეობას, ადამიანის ფიზიკურ არსებობას ეხება საქმე, უკვე ფანატიზმი არის. ერთი მხარეა თუ მეორე მხარე არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ხო? თავიდან აი შენ რო თქვი რომ აი დედაპარასკევა ანუ რაღაც დაუდასტურა იქ მამა. ანუ მაგამდე ბევრად ადრე, ანუ მოდის ქრისტიანობაში მოწამეობის თემა, მოწამეობის ტრადიცია, იგივე პავლე მოციქული, პეტრე მოციქული, რავი, ჩვენ კულტურაში შუშანიკი, მანამდე წმინდა ნინო და ყველა არის წმინდა გიორგი. 10,000. ხო, 10,000. მოწამეობას აქვს ძალიან რაღაცა ისეთი დადებითი რომ ღმერთთან მიდიხარ და რაც უფრო ადრე გახვალ ამ ქვეყნიდან ჩვენ რელიგიაში ეგა რომ მალე მიხვალ ღმერთთან. კი ბატონო. და საშიში არ არის ჩვენთვის სიკვდილი. მაგრამ ახლა უყურე რა აქ რა მომენტია, ხო? მოდი მაგ იმაში არ შევალ, მაგრამ ჩემთვის რაღაც ფსიქიკურ დონე, ფსიქოლოგიურად გაუმართლებელი და მიუღებელია, რაც უნდა მე რაღაცა გინდა მუსულმანი ვიყო, გინდა ქრისტიანი, გინდა სიაღოვას მოწმე თუ არა, ბუდისტი და რაღაც აი ბუდისტებსაც აქვს სხვათა შორის რაღაც პროტესტის ნიშნად, ექსტრემალურ პროტესტს ჭდებიან და თავს იწვავენ, ხო? ეგეც იგივე აქტი არის, რაც აქით აი ეს თავისი ტიპის რაღაც თვითგანადგურების მომენტი. მაგრამ აი შედარებით აი ამ ფაქტისა, აი ჩვენ რაც დაგვემართა, ხო, ეხლა იყო იქ, რომ იგივე პავლე მოციქული და იგივე ეს ხალხი ამბობდნენ მაინც იმას, რომ მე არაო რა, მე რაღაც თავს წირავ და ვეწირები ქრისტეს სიტყვაზე, ხო? აი ღმერთს ვეწირები და ღმერთის გამო მიხარია შეწირვა, სიკვდილი იქნება თუ ფიზიკური ტანჯვა, მაგრამ აქ უკვე ისაა რა, დამახინჯება იმ მომენტში, რომ ამ ადამიანზე იძახიან, რომ აი ეს არის ქრისტე, ეს არის ღმერთი, ეს არის მამა ღმერთი თუ რა სულიწმინდა, ანალოგიურად ამ ოფიციალურ დიდ რელიგიაზე რო გადავიდეთ, რომ აქაც იყო ის ამბავი, რომ აი ეს ღმერთი არის, ღმერთკაცი არის, იქ რაღაცა ისენი იყო სურათები იყო, რომ რაღაც ქრისტესთან მივიდა და ქრისტე ხელს ხვევს და აი ეს ხო აი თავიდან ბოლომდე ადამიანის ტვინში წარმოქმნილი პროექციაა, ხო? მე მესმის რომ წმენა, მე მესმის რომ ტკბილია ვიღაცისთვის ეს იმდენად, რომ აი ეშხი აქ აი თავი დატვირთვა რა არის ფანატიზმი, რომ ეშხში შედიხარ, რომ აი მე ისეთ რაღაცებს იგონებ, რომ აი რა ვიცი
ძალიან ისე ზღაპარს შეშურდება, რომ აი რაღაცა დავინახე, იქ რაღაცა გამოიკვეთა. აი კაი. მოდი გავყვეთ მაგ თემასაც, ხო? მაგრამ მე ესე უყურებ მხოლოდ ადამიანებს, რომელსაც არ აქვთ არანაირი სულიერად დაცარიელებულები არიან, არ აქვთ საქმე, არ აქვთ ვერ რეალიზდებიან ცხოვრებაში, უბრალოდ შებოჭილები არიან. ხო რჩებათ მარტო ეგ ასპარეზი, რომ გამოვიდნენ, შექმნან მითოსი, როგორც იყო ზევსი, იქ ვიღაცა იმაში რომაულში რაღაც იუპიტერი, აქეთ რავი რაღაც მითების ისტორია, მთელი კაცობრიობის ისტორია, მაგრამ ამ მის რომ მე ხა იმხელა ძალას ვანიჭებ და ენერგიას ვდებ, რომ ჩემი ცხოვრება გვერდზე გადამაგ და გვერდზე გადავდებ ჩემ ცხოვრებას და ჩემ პიროვნებაზე უარს ვიძახი და აი აგერა ეს კაცი ვიხსნის გადაგვარჩენს მე რაღაც სუპერ ძალებს მივაწერ. აი ეს უკვე ტრაგედია, ეს უკვე ფანატიზმის დასაწყისია და ამას შეიძლება არა მარტო ის ფანატიკოსი და ის ფანატიკოსთა ლიდერი გაანადგუროს, არამედ მეც რომელიც აი ხა გამოვდივარ ჩვენ რაღაცას ვლაპარაკობთ ძალიან ისე უწყინარად დაალაგებულად ლოგიკურად ვიღაცა შეიძლება მართლა განრისხდეს მაგის გამო და მოვიდეს და რაღაც ჩაგარტყას თავში ან ცეცხლი წაგიკიდოს და აპრიორი აქეთა კიდე უარესი მხარე მეუბნება რომ არ უნდა არის რაღაცები რაც არ უნდა ილაპარაკო რატო ადამიანები რატო აბა აი ესეთი რაღაც გიჟური აქტები უნდა გაგრძელდეს და აი ამ რაღაცა იმაში უნდა ვიცხოვროთ მოცემულობაში რომ უბრალოდ აი ამ იმაზე მოვიყვან რა აი ამ ნარიმანის თემაზე იყო აი მსგავსი მე განავრთა კონკრეტულად ესეთი მომენტი სანამ გადავიდო და ხო იცვლიდა ამ ლოკაციებს საცხოვრებელს იყო ვაკეში და ანუ იქ მეგობარს მივყევი რა რაღაც საქმეს და ანუ მე არ მქონდა გაგებული ამ ადამიანის შესახებ და მივდივართ სადარბაზოა რავი ერთი 100 კაცი დგას აი ეს რაღაც თავიდან მიფიქრე რაღაც პანაშვიდია ან რაღაცა მსგავსი ტიპის რაღაცა მე აი რომ გაუარეთ ან გვიწევდა რომ ეს გაგვევლო რა რაღაც ღერიან რაღაცა ისეთი მომენტია რაღაცა ხო არავის არაფერს არ უშავებენ რა მაგრამ შეიძლება იქ ვიღაცა აი კარებზე მინდა რომ შევიდე რა იქ ან მეზობლად ცხოვრობ აი ხა იმათ მეზობლები არ ამგონია რომ რაღაც კმაყოფილები ან რა ვიცი სიამოვნებდა ბავშვ აძინებ და აქედან წივილი მიდის და იქ ლუიზაო თუ ვიღაცა ტიპები იერარქიები ქონდა იქაც ვინ წინ დადგებოდა ამ დროს აი ბოდიში და მე მგონი ფეხებზე ეკიდათ ეგ კაცი რა იქ ყველა მიდიოდა აი წეღარას თქვი ხო არ ქონდათ რაღაც საკუთარი ცხოვრება რაღაც პიროვნული მომენტები რო დაელაპარაკო ცალკე ხო შეიძლება აი ძალიან შეიძლება მოგიყოს ყველაფერი რავი სახარებაზე გელაპარაკოს ძალიან ლოგიკურად იმჟელოს მაგრამ აი ხა ზუსტად მთელი მომენტი რომ ეს ადამიანები ზედაპირულად მსჯელობენ რა და აი როგორც უკაცრავად ვარ რა და ცხოველი იქცევა და უცებ შეიძლება ცხოველი აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდეს და გეცეს აი ანალოგიურად აი ამ ხალხს აი ეს ჭირს რომ აი ტოლე ამ სიბრაზეს აგრესიას ვერ აკონტროლებენ და იქ რო სადაც მაქვს მაგის საშუალება რომ მივიდე იქ ვიმღერო ვიკივლო ვიწივლო ვიღაცას თავში ჩავარტყო ხო აი აქ არის ასპარეზი და ამიტოა ეს ფანატიზმი დესტრუქციული გამანადგურებელი თორე ხე იყოს ისე მაგრამ არ უნდა იყოს ხო თუ გვინდა რომ შვიდად ვიცხოვრო და თუ გვინდა რომ რა ვიცი ადამიანობაზე გქონდეს პრეტენზია და ელემენტარულ ლოგიკაზე ხო რა ვიცი არა, სხვა არ უნდა შეაწუხო. ეგ არის პირველი. მაგრამ ხო და მაგ სხვას უაწუხებენ ეგა. გუშინებ და ძალიან კაი პოსტი რა ეგ რა არის, ანუ მეზობლები რა არის, სადაც დაასაფლავებენ. იმის გვერდით მეზობლის ჭირის უფალმა იკითხოს, ან წარმოიდგინე რომ მიდიხარ შენ გარდაცვლილ ვიღაცასთან აღდგომას გინდა რომ თუნდაც კვერცხი გადააგო და ვერ მიდიხარ იქ. ვერ მიდიხარ იქ. ეხუწები რა, ბაბუა ჩემი ბებია. აი ორი წამით აი გავიქცევი და ანუ რომ იქამდე რომ ვერ მიდიხარ. ასამბობ აქ წმინდანი არისო, განსვენებულიო და მოდი თავი ურტყიო რა, ანუ შენს ხო და ანუ ეს შემაწუხებელი არა მარტო შემაწუხებული კი არა უბრალოდ მართლა შენ ფიზიკურ იმას ადამიანის ფიზიკურ არსებობაზე გადის ხო ვიღაცა შეიძლება აი წარმოიდგინეთ რომ 100 კაცი რომ გაუეშტება და გამოგეკიდება რაღაც რო არიცი იმის გამო რა უბრალოდ მართლა რო ვითხოვრო შენი მიცვალებული საფლავზე რაღაც გაუეშტება ხო სხვა რა ახსნა უნდა მოუტანო მაგას ხო და იქ რაღაც მესიჯებიც არის რა მე ამ საწყალი ადამიანის გარდაცვალების მერე რომ აი ის დაუძახოთო იმას არა რა იქ მე კურთხევა არა როგორ უნდა მოხდეს კურთხევა კაცი იმაშია ხო ბოლო დღეებს ითulis და აუ ხმას ისედაც არიღებდა და საერთოდ წართმეული აქვს ცნობიერება რა კურთხევა ვინ უნდა მოხდეს ადამიანო ხო და ამიტომ ვიზახე ანუ ვინ იცის რა მართლა რა შეშინა ტანჯვაში და წვალებაში გარდაიცვალა და ვახ
Რამდენი ხანი იყო გარდაცვლილი პლუს და ეს აი ხო სულად ხო აი და რაღაც მართლა აი ადამიანური ტრაგედია ხო აი აბსოლუტურად არა მაქვს აი ზუსტად ეგა ის პათოსი რომ რაღაც ახლა დავიწყო რაღაც იმაებში ჩასვა სიღრმეებში რომ აი ესე არა გული მომიკვდა მართლა აი ადამიანურად რო შევხედე განსხვავებით სხვა ფაქტებისა რაღაც სხვა ამბებისა ეს ადამიანი შემეცოდა იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო თავიდან ბოლომდე მსხვერპლი ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები და იმის მაგივრად რომ რაღაცა დახმარებოდნენ მასამ დააჭირა და ერთი ხარო და რავი იცი რა მიკვირს იმ მასის ანუ ადამიანი რომ გიყვარს და ეგრე რო აფანატებ ადამიანზე ის ფოტო აი ფეხები სადაც ჩანდა რომ აშკარა განგრენა ქონდა ხა შეიძლება სხვა რამე ქონდა მაგრამ ნუ მე მეტი არ ვიცი სამედიცინო ხო აი ეგ ფოტო რო გადავყო მაგ ფოტოში ხო ადამიანი ცოცხალია ხო ხვდები რომ უკვე რაღაც პრობლემა აქვს და პირიქით ანუ იქეთ უნდა შესთავაზო რომ აი ექიმს მოგიყვან თან ანუ რაღაცა იქეთ უნდა შესთავაზო ხო აი ძალიან ლოგიკურია და მაგის მე რო ექიმი მიდის და შენ არ უშვებ და მე პოულობ ანუ გარდაცვლილ მდგომარეობაში აუ ხო მაგრამ აი საქმე რაში არის ციმა საწოდაობა რა აი საქმე რაშია იცი რომ ან ფანატიზმის კიდე ერთ-ერთი მკვებავი და საწვავი და მთავარი აი ეს დასაკმაყოფილებელი არის ეგოიზმი ანუ ამ დიდი ალბათობით მე შეუძლებელია იქ თუ რაღაცა შიშნარევი მესიჯი გამოჩნდა რომ აი რა უყოთ ესეთ მდგომარეობაში მაგრამ მე ურთხევა არ გვაქვს რაღაც ანუ აქ ეხება ზუსტად აი ამ ეგრეთ წოდებული მრევლის ეგო რომ აი მე თუ ეხა ამას ვაღიარებ რომ ეს კაცი ცუდათაა შველა უნდა და ექიმს უნდა დაუძახო მაშინ ჩემი ეს ამხელა იდეოლოგიას მე მსხრევა თავზე რომ ეს თურმე წმინდანი არ ყოფილა და რაღაცა და ანუ მე ეს უნდა ვაღიარო და ამის ხო გეს აი რაღაც აი ამ ეჭვის ოღონდაც ეს ეჭვი არ მქონდეს და ჭირსაც წაუღია ხო ეს ყველაფერი თუ უნდა მოკვდეს და რაღაცა ოღონდაც მე არ ვაღიარო ჩემში ანალოგიური თემა იყო რამოდენიმე წლის უკან რომ აი мама გაბრიელზეც ხო იყო რაღაც რომ ამოთხარეს მაშინ ნეშტი და ხალხი ელოდებოდა რომ უხრწნელი იქნებოდა რა და ნუ არ მოხდა ესე არ იყო უხრწნელი და იქ რამდენს იმედგაცრუება დაიწყო რამდენი სასოწარკვეთაში ჩავარდა ბევრმა პირიქით არა ეხა არა უშავს მე რაღაცა იქნებაო მე შეიძლება აი უბრალოდ აბსურდი თუნდაც არის მსგავსი ტიპის რაღაცეები ჩემო კარგო ხალხო 3000 წლის უკან ხალხს ამ მუმიფიცირებდნენ ბალზამებს უკეთებდნენ ისე რომ დღემდე არის შემონახული ეგ არაფერს არ ნიშნავს კონკრეტულად ჩემ ცხოვრებას შენ ცხოვრებაში ვიღაცა გაიხსნება თუ არ გაიხსნება ჩემ ცხოვრებას არ წყვიტავს ესაა ჩემი მთავარი მესიჯი და მაგიტო უპირისპირდები ფანატიზმს რომ მინდა რომ ადამიანებმა ხო მე არ ვდებ თავს იმას რომ რაღაც ჩემი თავი შევიცანი და რაღაცა აი ზუსტად ჩემი მთავარი მომენტი არის ის რომ არავის არაფერს არ ვასწავლე არასოდეს არც სულ რომ ვიღაცა ეს 100,000 კაცი დადგეს და შენი ჭირმა შენ გენაცვალე და არ მაქვს არანაირი ჭეშმარიტება მე არ მაქვს არა უბრალოდ ყველა ადამიანის ღვაწლი ვალი ადამიანი თუ იბადები ისა რომ შენ თვითონ აი ძიმე იქნება მწარე იქნება რთული იქნება ფელი სიცოცხლე დაჭირება შენ თვითონ იჩალიჩო შენ თვითონ იღვაწო მაგ თემაზე რომ აი შენ თავს რამენაირად იმას აქვს აი და არა რაღაც აი იმას აი ეხა ის მოვა ეხა ის გადაგვარჩენს სწორს ამბობ მარტო რელიგიაში არ არის აი მიშა მოვიდა მიშა ვერ გვიშელა ეხა აი ბიძინა ეხა შევარნაძე იქ ზვიადი იყო და აი კარგი რა აი მაგრამ იცი რა არის მე რომ აი თუ ეგრე ჩვენ ისტორიას თუ გადავხედავთ ყველა ადამიანი ვიზიც გააფანატეს მე არ ვამბობ ეხა სამართლიანად არის გაფანატებული თუ არა სამართლიანად ყველა მოკვდა აი მარტოობაში აი ზვიადი მაგალითად კი სადღაც აი სოფელში გაყიდეს აი ესე ცხვარივით მიშა არც არ ვეჭირეთ ყველა ადამიანი ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ეთენება აი მარტო იღწვის და საკუთარმა კოალიციის წევრებას აი ესე გაიწირეს გააგიზეს რომ შენ ხარო და კი და ეხა გააწირეს სხვარივით და ეხა თავისი კოალიციის წევრები 5 ნომრები ნაციონალური იქით უპირისპირდება მიშას რა თქმა უნდა აქეთ ნარიმანიც აი ესე მარტოობაში მე რა რომ ის კართან ბევრი იდგა მაინც მარტოობაში ანუ ეგ არის რა იდეაში ნებისმიერი ანუ ეგრე გაფანატებული ბელადის ბოლო ეგ არის რა მე არ ვამბობ რომ ეხა ვიღაცა კარგია და ვიღაცა ცუდია ამ შემთხვევაში ეგ არის მოცემულობა აი ჯობია რომ აი
იცოდე შენი ადგილი და რაც არ უნდა ვიღაცამ შენი ეგოს და ეს არის მანდ რა რომ ეგოს უნდა მოერიო რაც არ უნდა ბევრი გიკიჟინონ შენ საუკეთესო ხარ შენ ყველაზე მაგარი ხარ და შენ რაღაც არა ხარ შენ ყველაზე მაგარი ხარ მაგრამ თან არავინ არ ხარ რა ამ პლანეტაზე ბრახტა ხა უცებ ხვალ რომ აღარ ვიყო და გავქრე სამყარო ხო ისე ზუსტად იგივენაირად აგრძელებს ხო საერთოდ არაფერი არ იცლება ჩემი სამყაროს გარდა იმიტომ რომ მე არ ვარ და ყველაფერი იგივენაირად ტრანსპორტი მოძრაობს ჩიტები გალობს პრობლემები იგივეა ყველაფერი და თანვე ყველაფერი ვარ ოღონდ ჩემთვის ჩემი სამყაროსთვის და თან არაფერი არ ვარ და ეგ უნდა გქონდეს რა გააძებული ხა მე რომ მართლა მილიონმა ადამიანმა ვთქვა რომ შენ საუკეთესო ხარ მე უნდა ვიცოდე რომ მე არ ვარ საუკეთესო მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ რომელსაც როგორც მარტო დავიბადე ისე მარტო მომხდება სული რა ხო დაეგა ზუსტად რომ მაგას ვერ უშვებს ადამიანის ფსიქიკა რაღაცა ფსიქიკა ეგო თავმოყრაობა ეგო იდეა შეგარი რომ ეშმაკი რატო ყავს ეშმაკსაც ხო ღმერთობა მოუნდა და მაგის ამბიცია ქონდა და მაგიტო დაეცა თორე ეშმაკი ხო ანგელოზი იყო თავის დროზე ეგ არის რომ სადღაცას უნდა იცოდე შენი ადგილი და ერთი ადგილი დააყენო რა ეს ეზოტილობიანად რო ვთქვა რომ უნდა იცოდე რომ თან ყველაფერი ხარ მაგრამ თან არაფერი არ ხარ ღმერთი ვერ ხარ ვერც რაც უნდა მაგარი პოლიტიკური ლიდერი იყო რაც უნდა მაგარი დედა იყო რაც უნდა მაგარი ღმერთი და იდეალური ვერ ხარ იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეცდომა გაქვს დაშვებული და კიდე ბევრს დაუშვებ იმიტომ რომ ეგ არის ცხოვრება და მინიმუმ ტუალეტში დადიხარ ჩვენ დაშო გეგონა რომ მასწავლე არ დადი მინიმუმ ტუალეტში დადიხარ ადამიანური ხო და ზუსტად ეგაა კი ადამიანური გაქვს რო არ ჭამო რო არ სვა და რაღაცეები მაინც მოკვდები რა 40 დღის მერე მოკვდები სხვათა შორის გახრწნის ამბავში იყო თუ სწორად მახსოვს იაპონიაში ბერები იყვნენ რომლებიც გახრწნას რაც უშლის ხელს რომ 1000 დღის განმავლობაში იღებდნენ მარტო ისეთ საკვებს რომ მთლიანი ცხიმი გამოცლოდათ ორგანიზმიდან ეს იყო 1000 მაგის მერე 1000 დღე რაღაცა ძალიან რაღაცის ძირებს და ცუდ რაღაცეებს ჭამდნენ რომ მთელი ტოქსიკური რაღაცეები რაც იყო რომ მე ჭიები და მატლები და მსგავსი რაღაცეები რო არ გასჩენოდათ და ესე ჯდებოდნენ პატარა რაღაცა ის იყო შუშის ისა ეს ლოტუსის ფორმაში ძალიან პატარა და ელოდებოდნენ სიკვდილს და ეკავდნენ ზარს და როცა უკვე ზარს აღარ ეკავდნენ ეს იმას იშავდა რომ გარდაცვლილიყო და მე ლუკავდნენ რა ამას და იყო გაუხრწნელი ბერი ოღონ ამას 2000 დღე უძღოდა წინ რო არ გახრწნილიყო მისი სხეული მიხვდი რომ მთელი ეტაპი იყო ეს კი არა ხა მე წავედი და ხინკლები ვჭამე ღორივით და ხვალ აიწავალ და არ გავიხრწნები თუ გარდავიცვები ეს გახრწნათ რა მამა გაბრიელიც რო ავიღოთ ჩვენ მიწავართ მიწიდან მოვიდით და ვიქცევით ხო გავი ყველა ცოცხალი არსება უნდა გაიხრწნეს ეგ არის რა ყველაფერი იხრწნება სამყაროში რავი ბიჩოკების და პლასმასის გარდა ეგეც იხსნება მაგრამ ეგ მაგას ძალიან დიდი დრო ხო და სად მივედით რომ ყველაზე მთავარი არსი და ის ხო რელიგიის და მით უმეტეს ქრისტიანობის ის არის რომ რაღაცა ადამიანს სიკვდილის არეშინა სიკვდილი დაძლია ქრისტეს მეშვეობით მთელი რაღაცა ეს მოხდა სასწაული და ყველაზე მეტად დღეს რასაც უყურებთ ზუსტად ეგაა რომ სიკვდილის ეშინია ხო რაღაცა მიწათ იქცეს ეგ არ უნდა კატასტროფა იმ ადამიანს რო თხრი ხო ეგ გინდა რომ ახლა ეს მე ეს გაცოცხლდება რაღაცა მიწა ხარ და მიწათ მიიქეცი მაგის დაშვება იმდან საზარელი არის ადამიანის გონებაში რომ მაგას გაპრებს მოიგონებს რომ იქ რაღაცა გამოისახება იქ იმაში გარდაისახება მე 9 ჯერ მოვა და ნახე მანდაც ჩვენთან ხო არ მოსულა კრემაცია ეგეც მეორედ მოსვლისას სკოლაში რომ რელიგიას როცა გვასწავლდნენ რომ მეორედ მოსვლისას ქრისტე რომ მოვა ის ადამიანები ვინც დედამიწაზე არიან ადამიანების ფორმაში იგივე დარჩება და უკვდავი იქნება და დანარჩენი ავდგებოდით საფლავებიდან გამოჩეოდა მართალი და მტყუარი ხო და საფლავიდან რო ავდექი ხო ცარიერი ძვრები ვარ და რა ის ტანსაცმელი რასაც ჩამაცმევენ იმ წამს რომელიც უკვე ისიც გახრწნილი არაფერი არ ვარ და ვითომ არ ვიცი ხა მან ხორცს როგორ შევისხავდით მაგრამ თუ დამწვარი ხარ უკვე ფერფლი ვეღარ აღდგებოდი და მანდაც მაგიტო კრემაციას მაგიტო კრემაცია არ შეიძლება კრემაცია რატო არ შეიძლება რომ აღარ არის ადგილი ეს სასაფლაოზე რო გახვიდე და საფლავი რო ამოთხარო და კარგად რო თხარო ერთი 10 ადამიანის საფლავს იპოვი ერთი როა ზევიდან დასვენებული იმიტომ რომ მაგის პრობლემაც არის ამდენი მილიარდობით ადამიანი რო იღუპება სად უნდა დამარხო როცა ადგილი აღარ არის და ყველგან კორპუსები და სახლები ხო უკეთესია რომ დაწვა მართლა და ფერფლი შეინახო და ფერფლი კონდეს მის ნაცვლად ვიდრე მიხვიდე და რაღაც გრანდიოზული საფლავების და იმის ხო მარმარილოებს ჩასმულ
ან მაგას კიდე რა ეგეც დაუზუსტო რომ მაგასაც სასაფლაოებს და იმებს რაღაც იმებს არ ვეცით რა თემა აი ძალიან მარტივი ლოგიკური 20 წლის მერე იქ რა მოვთხრით ამოუთხია და რაღაცა აღარაფერი არაა საერთოდ აი რაღაც ხომ და იყოს შეიძლება იყოს კბილები ან რაღაც ყველაზე მეტად იმას ანუ ეხლა როგორ წარმოგიდგენთ რომ აი ამ ყველაფერს ისე ხორცი ესხმება რაღაცა მუმია იყო ფილმი რა მიყვარს რომ რაღაცა ის დაითევდა ტიპებს ხორცი შეისხმავდა და რაღაცა ეს ყველაფერი ხო ზღაპრისფერო არის ხალხო რა ანუ რაღაცა ლოგიკა ხო არის მართლა ფიზიკური კანონი ხო არის მაგრამ უკვე ჩვენ რელიგიას ვეხებით არა ფანატიზმს და მაგრამ ეზარება რომ ხა კიდე ხო და მე ახლა მე ეს მადგას გულზე და მოკლედ რა ღიმილის გამომაგინეს და ახლა არა მე ხო და მე მაგიტო ზუსტად მაგიტო ვიძახი რომ არ მაქვს პრობლემა არც გინებაზე არც რა ვიცი აგრესიაზე გინება თუ მოგინდათ ან შეურაცხყოფა ყველა ელემენტი მზად არის მე მეზარება მე მაგინეთ იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვიტყვი აი ბოლოსკენ წავალთ და ვიტყვი რომ ანუ არა მე კონკრეტულად მე არანაირი სურვილი არანაირი რა ვიცი მონდომება და არანაირი მომენტი არ მაქვს რომ ვიღაცა მიმდევარი მყავდეს ვიღაცას მოუნდეს რომ თაყვანისმცეს შემამკოს რაღაცა იარლიყები მომაწევოს რომ აი ესე და ესეთი ტიპია ფოლოვერები არც აი რავი თუ ფოლოვერი იყოს კაი ხო ეგეც მიმდევარი არ გამოდის მარტო იმ ლოგიკით რომ არც ერთ ადამიანს არ დედამიწის უზე არ შეუძლია მეორე ადამიანის შველა და ხსნა ეს არის მაშინ აი უბრალოდ საკუთარ თავს ადამიანობას ვაყენებ შეურაცხყოფას რომ მეორადი ეგ second hand ტიპი მეორადი ადამიანი ვიჩი ხთები რომელიც ელოდება აი ვიღაცას ყოველთვის იქიდან დაწყებული რა ბავშვობიდან მშობელზე მე იქ რა ვიცი უნივერსიტეტის ლექტორზე მე იქ რა ვიცი ეკლესიაში მეჩეთში თუ მე იქ პოლიტიკაში ვიღაცა კულტი, ვიღაც აი გმირი თუ რაღაც ბელადი უნდა ყავდეს, რომელიც აი ეს დაულაგებს რა. არ არის ხალხო ისტორიას გადახედა, არ მოუტანია ამ ყველაფერს არასოდეს შედეგი და ნუ გაგრძელდება მასიურად. იგივე რაც ქალთა ძალადობაზე ვთქვი, რომ თუ რაღაცას ადეკვატური პასუხი არ გაიცემება, თუ რაღაც ბოლომდე არ გადაიხედება და იმ სიღრმეებში არ შევალთ, ხო? ანალოგიურად გამოჩნდება ვიღაცა ნარიმანის მსგავსი, რომელსაც გააღმერთებენ, იმას შეიძლება ილაპარაკოს, ან იმას არ ილაპარაკოს და მსგავსი ისტორია, მსგავსი ფინალით დასრულდება რა და ბოლო მესიჯისა, რომ არანაირი ავტორიტეტი რა და შესაბამისად ფანატიზმიც გამორიცხული. მე იმას დავამატებ, რომ ეს ხშირად რო ახსენებს, რომ ქალთა ძალადობა თვითონ ვერ დაიმახსოვრა და ეგ იყო სატესტო პოდკასტი და დამალულია და არ ჩანს საკეთად დავიწყე. პირველი პოდკასტი გვაქვს ის რომელიც დამალულია. ხო, იმიტომ მაგრამ არაფერი დამალული არა რომელიც არ გაცხადდეს. არ გაცხადდეს. მაგრამ ხო, ხახმა ნახვა მოაწყო და მე დავმანდეთ. ეგ ერთი. და მეორე, ანუ შემდეგიდან უკვე დავიწყოთ რა, რომ აი რაღაცნაირად რომ დასაწყისში უნდა თქვათ, რომ დაგვასაბსქრაიბონ. ეხა ბოლოში ვინ მოყვა აქამდე და ვინ დაგვასაბსქრაიბებს არ ვიცი, მაგრამ თუ ვინმე შემორჩით, დაგვასაბსქრაიბეთ, დაგვაკომენტარეთ, დაგვიკომენტარეთ, დაგვალაიკეთ და რა ვიცი, კომები დაგვაყარეთ. მადლობა მეგობრებო, დროებით.